ეს მე ვარ. ეს კი ჩემი ყოველდღიური ტრანსპორტია. ამ ვიდეოში გეტყვით თუ როგორ ჩაანაცვლა ჩემი მანქანა ამ ერთი შეხედვით უცნაურმა ტრანსპორტმა და გაიგეთ რა პლუსები და მინუსები აქვს ამ ყველაფერს. არავიხლიწები აქ კამერაში უხურე. კარგი, ახლა კი ცოტა მშვიდ გარემოში გადმოვინაცვლოთ, სადაც გაგიზიარებთ 4 უარყოფით და 5 დადებით მხარეს, რაც მანქანიდან ელექტრომონიტორბალზე გადმოსვლისას მიგრძელი. პირველი მინუსი, ეს არის ამინდი. თუ აქამდე დიდად არ უყურებდი რა ამინდი იყო გარეთ, ეხლა აუცილებლად დავამწევ ხოლმე რა ტემპერატურაა გარეთ, რომ იმის მიხედვით ჩავიცვო. მეორე მინუსი, ტანსაცმლის გახდა და ჩაცმა. ზოგჯერ ცოტა დამღლელია ხოლმე, როცა გიწევს გაიხადო, ჩაიცვათ, ან მithumetes, როცა პატარა დისტანციაზე გატიხარ. აი კიდევ ერთი დისკომფორტი, კარფუში რატომღაც მომახსნევინეს ჰელმეტი, არ შეიძლება ჰელმეტითო. მესამე მინუსი არის ძაღლები. შესაძლოა არსაიდან გაიჩნდოს ძაღლი, რომელიც 40 ან 50 კმ/სთ სიჩქარით შეიძლება გამოგეკიდოს და შეიძლება ჩირო და წახვიდე რა შეიძლება სწრაფად რომ გავაშიფრო. იმედია ეს ძაღლი არ შევჭოს. კი საყვარელია და რაღაც. კიდევ ერთი მინუსი, მეგობრებთან ერთად ვერ ამოძრავ. მაგალითად მანქანით, მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტით და გიწევს რომ მარტო იარო. ამიტომ გჭირდება ისეთი ადამიანები, რომლითაც იმოძრავებ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ასევე ლინკს დავტოვებ აქ წერაში, სადაც შეგიძლიათ Telegram-ზე შემოხვიდეთ და შემოვერთდეთ მონომგორბლების ჯგუფს, დასვათ კითხვები, გაიჩინოთ მეგობრები, ისწავლოთ ტარებად და ასე შემდეგ. If the energy's right, 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 კარგი, ახლა კი ვისაუბროთ პლუსებზე. პირველი პლუსი, რასაც გამოვყოფდი, ალბათ არის ის, რომ პატარა ხარ, შეგიძლია კიბეზე აიტანო მონომორბალი, შეგიძლია წახვიდე სადაც გინდა, როცა გინდა, შეხვიდე ისეთ ადგილებზე, სადაც მაგალითად ვერ შეხვალ მოტოთი ან რა მანქანით. მეორე არის ეკონომიურობა. მანქანა გყავს უეჭველი ძალიან ბევრს ხარჯავს საწოლში, თან თუმეტეს როცა ბევრს მოძრავ. მანქანაში მე პირადად საწოლში ალბათ ხარჯავდი 500 ლარამდე თვის განმავლობაში, მაგრამ ეხლა ვხარჯავ რა ვიცი, გონი არაფერს. შეგიძლია რომ ერთი დატენვით გაიარო დაახლოებით 100-დან 150 კმ-მდე, რაც სრულებით საკმარისი არის რომ თბილისში გადავადგილდე. არც სერვისში გეხარჯება ფული, იმიტომ რომ ფიზიკურად არაფერი აქვს ისეთი რომ სერვისში რამე გადაიხადო. მესამეს გამოვყოფდი ალბათ იმას, რომ საცობებში აღარ გიწევს ქომა. სიჩქარის კუთხით ზუსტად იგივე დროში ან უფრო მალე მოძრაობ ქალაქში. აქამდე თუ მჭირდებოდა დაახლოებით 9 საათი ან 35 წუთი მანქანით, ეხლა მჭირდება ხოლმე 25 წუთი ან 30 შეპრაქტიკაში. და ზუსტად შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ, სად მოძრავ ყოველდღიურად, როგორ გადავადგილდები და უფრო მეტ კადრს გაჩვენებთ ამის შესახებ. მეოთხე, შეგიძლია ბორბალი გააჩერო სადაც ყვირდა. შენობაში, გარეთ, ისე რომ ხელს არავის არ შეუშლი, არც დაგაჯარიმებენ მაგისთვის, ასე რომ იდეალური რამეა. და ბოლოს ბონუსად ვითვლი ალბათ იმას, რომ ძალიან მაგარია რა, რომ გადაადგილდები ყველასგან, რაღაც დადებით ემოციას ხედავ, გაყვირვებას, არა მარტო ბავშვებისგან, განსაკუთრებით ბავშვებისგან, მაგრამ ყველა გამოხატავს რაღაც ემოციას, იმიტომ რომ ვერ ხვდებიან რა არის, ან რანაირად მოძრაობს, ყველას კითხვა უჩნდება თუ რანაირად გადაადგილდება, რანაირად ამოხრიჯებს. ასე რომ ქუჩაში ალბათ პოზიტივს იწვევ ამ კუთხით ხალხში და ეგ ასწორებს. ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო. გადავწყვიტე რომ გრძელი ვიდეო არ გამოსულიყო. ასე რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და შემდეგ ვიდეოში ვაპირებ გაგიზიაროთ რა არის ჩემი საქმიანობა ყოველდღე და როგორ თქმით ვიდეო თამაშებს საქართველოში. დროებით.